წმინდა აბა დოროთე, სულის სასარგებლო სწავლანი. სწავლა მე-17 მონასტრის ზემდგომების მიმართ, თუ როგორ უნდა უბრძანონ ძმებს და მათ როგორ მართებთ მორჩილება. თუ ძმების უფროსი ხარ, ლმობიერი გულითა და სიტკბოებით იზრუნე მათზე. საქმითა და სიტყვით ასწავლე სიკეთე, უმთავრესად საქმით, რადგან საქმით სწავლება უფრო მართებულია და მტკიცე ვიდრე სიტყვით. თუ ხორციელი შრომა ძალგიც, მაგალითი მიეცი, ხოლო თუ არ შეგიძლია და უძლური ხარ, მაშინ სულიერ სათნოებათა მაგალითი აჩვენე, რომელთაც მოციქული ასახელებს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მარხვა, ყოველგვარი ვნებისგან. შეცდომების გამო ძალიან არ აღშფოთდე, არამედ წყნარად მიუთითე ამ შეცდომიდან გამომდინარე ზიანი. შესაბამისი კანონი მიეცი ხელსაყრელ დროს. პატარა შეცდომები დაწვრილებით არ გამოიძიო და ზედიზედ არ ამხილო, რადგან ზედიზედ მხილება მძიმეცაა და კაცი უგუნურებამდე ან მის უგულვებელყოფამდე მიჰყავს. არ უბრძანო როგორც უფლების მქონემ, არამედ ლმობიერად უთხარი, თითქოს ურჩევ. ეს უფრო მიიყვანს მორჩილებამდე და მღელვარების დროს დაამშვიდებს. როცა რომელიმე ძმა აღშფოთდება და შეგეკამათება, ენა დაიოკე, რომ რისხვით არაფერი უთხრა, მასზე საქედმაღლოდ გული არ მიუშვა. გაიხსენე, რომ იგი შენი ძმა არის, ქრისტეს მიერ შენი სხეულის ნაწილია, ხატია ღვთისა და ყველა ჩვენგანის მტრისგან გამოიცდება. გამოიჩინე მისდამი მოწყალება, რათა მრისხანებით დაჭრილს მტერი არ დაეპატრონოს, ღვარძლით არ მოკლას და ჩვენი გაუფრთხილებლობით არ წარწყმდეს სული, ვისთვისაც ქრისტე მოკვდა. გაიხსენე, რომ შენთვისაც ხშირად უძლევია მრისხანებას შენი უძლურებისა გამო. ძმის მიმართ ლმობიერი იყავი და მადლიერი, რადგან პატიებისთვის მიზეზი მოგეცა და შენც მით უფრო გაპატიებს ღმერთი, რადგან ამბობს მიუტევეთ და მოგეტევნენ. ფიქრობ შენი სულგრძელობით ძმის სულს ავნებ, მაგრამ მოციქული ამბობს: სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას. ბოროტები ძლიეთ ბოროტებასო კი არ უთქვავს. წმინდა მამები ამბობენ: თუ სხვას კურნავ და მრისხანებ, საკუთარ ვნებას მიჰყვები. არავინ ანგრევს თავის სახლს, რათა მოყვასის ააშენოს. თუ შფოთი გაგრძელდა, შენი გული აიძულე, ილოცე და თქვი: კაცთ მოყვარეო და სულთ მოყვარეო ღმერთო, რომელმაც სახიერებით არა არსიდან არსად გვაქციე და სამოთხე მოგვეცი. ჩვენ მცნებების დარღვევით დავეცით, შენ კი კვლავ წამოგვაყენე შენი მხოლოდ შობილი ძისა და ჩვენი მაცხოვრის სისხლით. აწ მოხედე ჩვენს უძლურებას, ისევე შერისხე ჩვენს გულისწყრომას, როგორც ოდესღაც აღელვებულ ზღვას. როცა ცოდვით მოვკვდებით, ნუ გახდები უშვილო ერთდროულად ჩვენ ორივესგან და არ გვითხრა: რაიმე სარგებელარ სისხლთა ჩემთაგან შთათუვიდე მე განსახრწნელსა. ამინ გეტყვი თქვენ, არა გიცნი თქვენ, რადგან ზეთის სიმცირით დაშრეტილია ჩვენი ლამპარი. როცა ამ ლოცვის შემდგომ გული დაგიმშვიდდება, მოციქულის სიტყვისამებრ შეძლებს შერისხო, ამხილო, ლმობიერებით ნუ გეშისცე და განკურნო, როგორც სხეულის უძლური ნაწილი. მაშინ ძმაც მიიღებს ასეთ მკურნალობას, როცა მიხვდება, რომ კარგად არ მოიქცა და შენი სიმშვიდით მის გულსაც სიმშვიდისკენ მოდრეკ. ამრიგად არაფერმა განგაშოროს ქრისტეს სიტყვას, ისწავლეთ ჩემგანამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. უპირველეს ყოვლისა სიმშვიდის მოპოვებისთვის იზრუნე,
არანაირი საქმისთვის არ აიმღვრიო გული, რადგან ყველანაირ შრომას სიყვარულისა და წმინდა გულის მოსაპოვებლად ვეწევით. თუ ასე შეიძენ ძმას, შენც ღირსი გახდები სიტყვების მოსმენისა, გამო თუ იყვანო პატიოსანი უღირსისგან, ვითარცა პირი ჩემი იყო. შენ კი მორჩილო, არ დაიჯერო რასაც გული გეტყვის, არ ენდო შენს ჭკუა გონებას, რათა არ დაბრმავდე, უკითხავად არაფერი გააკეთო. არ იფიქრო ჩემს მასწავლებელზე უკეთ გავიგონებო. ნუ ხარ შენი მოძღვრის საქმეების მსაჯული, რათა შემცდარი არ აღმოჩნდე გამოცდის ჟამს. ეს ცდუნებაა ეშმაკისა, ვისაც მორჩილებისგან შენი დაბრკოლება სურს და უნდა ვერ პოვო ცხონება, მისგან რომ არის. თუ მორჩილებას გამოიჩენ, წმინდა მამების გზით უშრომლად ივლი, ისწავლე შენი ნების უარყოფა, როცა მის უარყოფას მიეჩვევი, შემდგომში გაურჯელად უარყოფ მას და გული არ დაგწყდება, რადგან აღარ გენდომება შენი ნებისამებრ მოხდეს რაიმე, ასე მოიპოვებ სიმშვიდეს. ეცადე არ დაარღვიო ღვთისა და შენი მამის მცნება, ყველაფერში თავი დაადანაშაულე და არაფრად შერაცხო თავი. გწამდეს, რაც გვემართება ღვთის ნებით ხდება. ამგვარად სიხარულით იტვირთავ ყველაფერს, რაც შენზე მოიწევა. ლანძღვა ამ პარტავნებისგან განმკურნებელ წამლად შერაცხე, ილოცე შენი მაგინებლებისთვის, როგორც მკურნალებისთვის. იცოდე, ვისაც ლანძღვას ძულს, მას თავმდაბლობას ძულს. ვინც თავის მაგინებლებს გაურბის, იგი სიმშვიდეს გაურბის. ნუ მოისურვებ მოყვასის ბოროტების გაგებას, თუ გაიგებ არ განეკითხო და ყველაფრისთვის ღმერთს მადლობდე, მოიპოვე სახიერება და წმინდა სიყვარული. უწინარეს ყოვლისა სინდისი დავიცვათ ყოველგვარ საქმეში. სანამ რამეს ვიტყვით ან გავაკეთებთ, დავფიქრდეთ ღვთის ნება თუ არის, ვილოცოთ და შემდეგ ვთქვათ ან გავაკეთოთ, ღმერთს მივანდოთ ჩვენი უძლურება და მისი სახიერება ყოველივეში შეგვეწევა, რადგან მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.